ისევ გამარჯობათ მეგობრებო, როგორც შეგვიძლია და 1 საათში ჩავეტიე უკვე. მოკლედ, გავიმეორებ დღეს, ეხლა არის 21 ივნისი და არის 2 საკვირია 7 წუთი. ეხლა მეგობრებო, მე მინდოდა როგორც გითხარით სახლიდან მენახებინა ყველაფერი, იმიტომ რომ დეტალებში განახებდით. მე პარალელურ რეჟიმში კიდე განახებდით შესაბამის, ასე ვთქვათ, შენობებს, შესაბამის რაღაც ისეთ სიტუაციებს, რომელიც თქვენ დაგაწუნებდათ ერთ რამეში, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მე ხა აღმოჩნდი ისევ ბათუმში და ვარ ჯობია ლაივში განახოთ ეს ყველაფერი. ეხლა მე ვიმყოფები მეგობრებო ბათუმის მუსიკალური ცენტრის შენობასთან. და რა მინდა ეხლა მე თქვენ აგეხსნათ და დაგიფიქსიროთ. ის რომ არის ჩვენი დედამიწა, ასე ვთქვათ, ვიღაცის მართვის ქვეშ, ეს გასაგებია დღიხანია მივხვდა ხო კაცობრიობა. მაგრამ როგორ იმართება და რანაირად იმართება და რა ფარული ორგანიზაციებია და რა ფარული მეთოდებია იმისათვის, რომ აქედან ენერგია, ასე ვთქვათ, გაიზიდოს და ამ ენერგიით იკვებებიან ისინი და ის ვისინი ვინც არიან, მე მგონი რაღაცნაირად ხვდებით და დადგა იმის დროს კიდე რომ მალე ესეც გავახმოვან და გავაჟღეროთ ყველაფერი. მოდი ახლა პირდაპირ მეთქონ განახებთ ამ შენობას და ალბათ მე მგონი ბევრი თავისით მეხება თუ რაზეა საუბარი. ხო ვიცანით არა? კი ბატონო. უბედურებაც ის არის ჩემო მეგობრებო, რომ როგორც ბევრი ასეთი მაგვარი, ანუ გახსოვთ მე თქვენ განახეთ თბილისში ოპერის თეატრის წინ გირჩის მაგვარი კი არა, გირჩის ფორმით გაკეთებული ორი, ასე ვთქვათ, იქით-აქით დგას, რა დგას, კაციშვილმა არის თბილისელი მარიციან, უბრალოდ მას ჰქონდა პიკი სპეციალური, რომელიც არის, მოდი ასე ვთქვათ, სარადარო სისტემა მაგას აკეთებია. ეს არის ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ენერგიას იძლევიან აქედან იქით. მოდით ახლა ნახოთ ეს დავათვალიეროთ, ასე ვთქვათ, უკეთესად. აბა დავინახოთ ზემოთ. ხედავთ? ამას ატყობთ ახლა, ხო? ატყობთ, ხო? ატყობთ. ზემოთ წვეროზე კიდე დააკვირდით. აბა კარგად მეცახა. აი ზემოთ კიდე რაღაც ისეთი რო აქვს. თხელი. ხედავთ? ხედავთ მე მგონი, ხო? კი. მე გოლები რო აქვს, იმასაც ხედავთ მე მგონი, ხო? გოლები რო აქვს ხოლმე. აი ეს არის მთელი ეს შენობა, ირგვლივ. ხედავთ? აი წინ კიდე სავსეას. აგერ ბატონო, აი დიდი ფორმის დგას კიდე აგერა. ხედავთ მეგობრო? აი ესეა მთელი ეს შენობა. როგორ ფიქრობთ, ეხლა ეს რა არის? კი, რაღაც არქიტექტურული თითქოს მანევრია და თითქოს ლამაზია, გესმით, მაგრამ ეს რომ ასე არ არის შემოგარგებო. გამიგეთ? კიდევ ერთი კარგად დავაფიქსოთ. ეხლა ბათუმელებმა უცებ მიხვდნენ, ხო? აგერ გავადიდე ბატონო. აი, ზემოთ ხედავთ? იქზე კიდე რო აქვს ფართე რაღაც მიმღებივით, ხო? აგვირდებით, ხო? ქვემოთ ნახეთ როგორ არის. ეხლა მე იმიტომ თქვი ეს რომ სახლში უკეთესად განახებდით, რომ შესაბამისი სურათები და ვიდეოები არის ელექტროსტანციებზე და კიდევ სხვა ობიექტებზე, რომელიც სპეციალურად გამენ ამას. ასეთ მიმღებებს. გესმით? დაგვიდით? და ეს არა მარტო მიმღებია, არამედ უფრო მეტად გამცემია ენერგიისა, ვიდრე მიმღები. იმიტომ რომ აქ არის ეთყობა რაღაცა, რომელიც მე ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამას ისე რო არ გააკეთებენ ეს ისედაც გასაგებია. ეხლა ამ დროის ეხლა არქიტექტორი კიდე მაქვს გამოწერილი მაგას ვთქვათ სახლში, მაგრამ რომელიც წელს აეშენდა ვინ იყო არქიტექტორი ყველაფერი, მაგრამ აქ მთავარი ერთმა ვიღაცამ ხურში ჩაუწყაპონოს, რომ მოდი ასეთი გააკეთეთ, ჩაუწყაპონოს და მათ გააკეთოთ ესეთები. ყველასათვის იქნება ახსნილი, რა თქმა უნდა, ასე ლამაზია და მორჩა. უცხოა და მორჩა.
არა და ამის ქვეშ არის ესეთი რაღაცა ძალა, ენერგეტიკა, რომელიც მიაქვს აქედან იქით. აქედაც იქნება რა თქმა უნდა რაღაცის ასე ვთქვათ ინფორმაცია, მაგრამ აქედან იქით გადის უფრო მეტად დიდი ენერგეტიკა. და ეს აშენდა კონკრეტულად აქ. და შეფუთვის მიზნით გაშენდა ეს შენობა, მუსიკალური ცენტრი, მაგრამ თავარი ესე როგორც ხედავ, ერთი დიდი სტანცია არის, ასე ვთქვათ. ერთი დიდი სტანცია. პარალელ რეჟიმში გაიხსენეთ ახლა ეკლესია მონასტერი, რომელსაც დიდი პიკაჟები აქვს, დიდი პიკაჟები. გამიგეთ? всё, აი ეს იყო რაც მინდოდა ახლა თქვათ, ეს ინფორმაცია გადამეცა. ჩემო მეგობრებო, ბევრი ბათუმი როგორც ბევრი თბილისელი ვერ მიხვდა მაშინ და ვერ ნახა თუ რა იყო ის გირჩები, რომელიც წვეტი ქონდა თავზე ოპერის შენობის წინ. ეს სურათებით განახეთ ყველაფერი, ახლა იხილეთ თქვენ აქ უფრო ძლიერი რაღაცა ბაზა არის მიწის ქვეშ, რა თქმა უნდა, რომელიც გაიცხება იქით, იმათ. მორჩი, გადაეცით ახლა ყველას ეს ინფორმაცია და მე დანარჩენი კიდე სახში ვჩავა მოგახსენებთ ხვალდაზე. აბა კარგად, მოვალ შეხვედრამდე.